ხვიჩა კვარაცხელია, წარმატების მისაღწევად ყველაფერს გავაკეთებთ. ოქტომბრის სანაკრებო მატჩებისთვის საქართველოს ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ჯვაროსნებში 25 ფეხბურთელს უხმო. საქართველოს ნაკრები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მესამე და მეოთხე ტურის მატჩებს გამართავს. ჩვენი გუნდი 11 ოქტომბერს ესპანეთს ელჩეში ესტუმრება, ხოლო 14 ოქტომბერს თურქეთს იზმიტში დაუპირისპირდება. აღნიშნული მატჩების შესახებ კომენტარები ხვიჩა კვარაცხელიამ, გიორგი მიქაუტაძემ და გიორგი ქოჩორაშვილმა გააკეთეს. კვარა იდეალური გარემო შეირჩა თამაშებისთვის მოსამზადებლად. ძალიან კარგია, რომ ამ შეკრებაზე მოსამზადებლად შედარებით დიდი დრო გვაქვს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თითოეული ფეხბურთელი თავს კარგად გრძნობს. მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს კლუბს, რომელიც ძალიან დამეხმარა, რომ ამ შეკრებისთვის 100%-ით მზად ყოფილიყავი. მაქსიმალურად კარგად მოვემზადე მომდევნო მატჩებისთვის. ბიჭები, ყველაფერს გავაკეთებთ წარმატების მისაღწევად, სანამ მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელი მინიმალური შანსი გვექნება. ვიცით, რა მნიშვნელობის თამაშები გველის. იმედი მაქვს, მწვრთნელის დავალებებს შევასრულებთ და ყველაფერი ჩვენთვის სასიკეთოდ დასრულდება. ქოჩორა, ძალიან მაგარი შეგრძნება, როდესაც ნაკრებში ასეთ დიდ დროს ატარებ შენს მეგობრებთან ერთად. ჩემთვის ესპანეთში ყოფნა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამ ქვეყანასთან, სადაც 8 წელი გავატარე, დიდი ემოციური კავშირი მაქვს. ესპანეთთან უკვე რამდენიმე მატჩი გვაქვს ჩატარებული. ვიცით, რა სირთულის და მნიშვნელობის შეხვედრა გველის. პირველი დღიდან ყველა მაქსიმალურად ვემზადებით. ვეცდებით, ჩვენს გულშემატკივარს კვლავ კარგი თამაში შევთავაზოთ. ჟორჟი, ყველა ელოდება მოახლოებულ თამაშებს. ვილიარეალში კარგად მიმიღეს და ყველაფერი კარგად მიდის. მოახლოებული თამაშების მოგება გსურს. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ 6 ქულა მოვიპოვოთ. ვიცით, რომ რთული იქნება, თუმცა მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად ქულები გვჭირდება. მეკარეები, გიორგი მამარდაშვილი, ლივერპული, ინგლისი, ლუკა გუგეშაშვილი, პაოკი, საბერძნეთი, დავით კერესელიძე, დილა გორი. მცველები, გურამ კაშია, სლოვანი, სლოვაკეთი, ოთარ კაკაბაძე, კრაკოვია, პოლონეთი, ლაშა დვალი, სკა 1948, სოფია, ბულგარეთი, ირაკლი აზაროვი, შახტარი, უკრაინა, ლუკა ლოჩოშვილი, ნიურნბერგი, გერმანია, გიორგი გოჩოლეიშვილი, ჰამბურგი, გერმანია. საბა გოგლიჩიძე, უდინეზე, იტალია, ივაგელაშვილი, პანსერაიკოსი, საბერძნეთი. ნახევარდაცვა თავდასხმა, ოთარ კიტეიშვილი, შტურმი, ავსტრია, გიორგი ქოჩორაშვილი, სპორტინგი, პორტუგალია, ანზორ მექვაბიშვილი, კრაიოვა, რუმინეთი, ნიკა გაგნიძე, კოლოსი, უკრაინა, ვლადიმერ მამუჩაშვილი, ტორპედო, ქუთაისი, ნოდარ ლომინაძე, ეშტორილი. პორტუგალია, გიორგი ციტაიშვილი, მეცი, საფრანგეთი, სურიკო დავითაშვილი, სენტ-ეტიენი, საფრანგეთი, საბა ლობჟანიძე, ატლანტა იუნაიტედი, ხვიჩა კვარაცხელია, საფრანგეთი, ბუდუ ზივზივაძე, ჰაიდენჰაიმი, გერმანია, გიორგი კვერნაძე, ფროზინონე. იტალია, გიორგი გულიაშვილი, სარაევო, ბოსნია ჰერცეგოვინა, გიორგი მიქაუტაძე, ვილიარეალი, ესპანეთი. საქართველოს ნაკრები მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჯგუფში, ესპანეთთან, თურქეთთან და ბულგარეთთან ერთად არის და ამ დროისთვის 3 ქულით მეორე პოზიციაზეა.